წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, თავმაც შეიძლება ითქვას ეს სრული პასუხისგებლობით, რომ არა მარტო დამოუკიდებელი, არამედ საერთოდ საქართველოს აი სპორტულ ისტორიაში, სპორტულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრების დაწყებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, სხვადასხვა ქართული რაგბის მეტრმა ბატონმა ზალგიგნეიშვილმა რამდენიმე დღის წინ ასე გამისორა კიდეც, რომ მთლად პირველი არა დიტო, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ბედნიერება, რომ დედაქალაქ ემასპინძლა თბილისსა და რუსთავში გახსოვთ სტაჟიანი სპორტის კომაკ ჩატარდა ფეხბურთში ახალგაზრდებს შორის სოფლიო ჩემპიონატის, თუმცა ის იყო მხოლოდ ერთი ეტაპი, მხოლოდ ერთი ჯგუფი, ამით შემოვიფარგლეთ, მაშინ საბჭოურმა რეჟიმმა მეტი თამაშის ჩატარების შესაძლებლობა არ მიგცა. რა თქმა უნდა, ისის დიდი საქმე იყო, რომ ნახეთ ბრაზილია, თუმცა მაინც ის სრულფასოვან ტურნირის კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნებოდა. ახლა კი ყველაფერი რო იტყვიან, აი ბურთის და მოედანის ჩვენს ხელთარი ხუმრობა საქმე როდია პლანეტის 11 უძლიერესი ეროვნული ნაკრები გვეწევა, სამზადისი, მეტად სერიოზულია, უამრავი პრობლემა, უამრავი წვრილმანებისგან შედგება ცხოვრება და ეს უკვე ჩვენთვის წვრილმანი კი არა, უკვე თითოეული პრობლემის გადაწყვეტა საშური და პრესტიჟის საქმეა, საერთოდ არა მარტო რაგბის და სპორტის, საერთოდ ქვეყნის და აი ამასთან დაკავშირებით დღეს გაახლეთ უშუალოდ ჩემპიონატის დირექტორი, რომელიც ამავდროულად გახლავთ საქართველოს რაგბის კავშირის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი ბატონი ბაჩო ხურციძე, ბატონო ბაჩო, საღამო მშვიდობის და მოდი დავიწყოთ იმით, აი რა ვითარებაა შექმნილი, შემდგომ უნებრივია ჩვენ ახალგაზრდებზეც ვისაუბროთ, ჩვენ მე მინდა შევახსენოთ მსმენელს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გვერგებოდა როგორც მასპინძლეს აღნიშნული ჩემპიონატის მასპინძლობა, დაბებული ქონდა ადგილი, ბიჭებმა ჩინებული შედეგი დააფიქსირეს გასულ წელს მანჩესტერში, დაიკავეს მე-10 ადგილი და აი წმინდა სპორტული შედეგიდან გამომდინარე მოვიპოვეთ მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს სოდე მნიშვნელოვანი, ეხლა 12 საუკეთესო ნაკრები და ის გუნდები, რომელსაც ჩამოთვლით ერთი მეორეზე უკეთესი და პრაქტიკულად აი არა მარტო სარაგბო და სპორტული, თავმაც შეიძლება ითქვას, რომ სრულიად ქართული საზოგადოება იქნება ორიენტირებული სწორედ მაისისთვის, ბოლო დღეს 31 მაისს იწყება პირველობა თბილისსა და ქუთაისში. დიდი მადლობა მოწვევისთვის, კეთილი იყოთ ჩემი ფეხბურთის სტუდიაში. პირველ რიგში თუ შეიძლება მადლობები დავიწყებ, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ტურნირია სპორტული ღონისძიება, რომელიც არ ჩატარებულა ჩვენ ქვეყანას არ ქონია ფუფუნება ესეთი ტურნირისთვის ემასპინძლა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩართულ ადამიანს გადაუხადო დიდი მადლობა. პირველ რიგში ეს არის ფეხბურთის ფედერაცია, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ რაგბი უпростоეთ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატი აქვს ფეხბურთში, ჩვენს მერე, როდესაც მსოფლიო რაგბის 20 წლამდე ტურნირი ჩატარდება, გამოგვიყვეს მოედნები, ბუნებრივია იჯარით, მაგრამ მაინც გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული, იმიტომ რომ მოედნები იყოს კარგ ფორმაში. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო კლუბ ზესტაფონის მეპატრონის ბატონ ილია კოკაიას, ბატონ კარლო მჭედლიძეს, თენგიზ სულაქველიძეს, რომლებმაც ესე რუდუნებით, ესეთი მოვლილი სტადიონები დაგვითმეს და რომ არა ეს ხალხი გარკვეულ პრობლემებს წავაწყდებოდი და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო მათ. ბატონო ბაჩო, ესე იგი სულ სამი საფეხბურთო არენით სარგებლობთ, ესე იგი ჭედლიძის და სულაქველიძის საფეხბურთო სკოლები, აკადემიების მოედნები, პლუს მესხის არენა და ის სამწუხაროდ ხოჭერის კომაქს არ შეიძლება არ გავუშვეს კითხვა, თავარი არენა, ეროვნული, აი რატომ ვერ მოხერხდა? აგიხსნით, ჯერთი არა მარტო ამ მოედნებით, ფეხბურთის ფედერაცია გვაძლევს სამ მოედანს, ეს არის ლოკომოტივის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, როგორც ცენტრალური არენა, სადაც ფინალი გაიმართება. მათი სარეზერვო მოედანი, რომელიც უნდა გამოიყენოს არგენტინის ნაკრებმა სავარჯიშოდ. ასევე გვაძლევენ ბასას, რომელსაც გამოიყენებს იტალია, ეს ფეხბურთის ფედერაციასაც შეეხება. ბატონი ილია კოკაია გვაძლევს თავის ორ არაჩვეულებრივ მოედანს, რომელიც აქვს თბილისის ზღვაზე.
ბატონი კავლომჭედლიძე და თენგიზ ულაკვეძე გვაძლევენ თავის შესაბამის თავის აკადემიის მოედნებს და სამი არ გამოვიდა, უკვე გამოვიდა დაახლოებით 7 საფეხბურთო მოედანი, რომელიც დაანჩენ ჩვენი რესურსით, რაც გვაქვს, იმას გამოვიყენებთ. რაც შეეხება დინამო არენაზე ჩვენ ვიფიქრეთ რაღაცა გარკვეულოდ ფინალური ეტაპის გამართვა, მაგრამ მსოფლიო რაგბის თვითონ უნდოდა რომ ყოფილიყო შედარებით მომცრო სტადიონზე, იმიტომ რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დასწრება და შევსებული მოედანი, ვიდრე თქვათ ისეთი დონის სტადიონი, როგორც დინამო არენა. და ბადრობაჩო, ვავდით, ფიქრობთ რომ ვერ უზრუნველყოფდით გაშლა. მე ვფიქრობ რომ შეიძლება იცით როგორ რაღაც არის, მე ჩვენ არ ვფიქრობთ ეგრე, ჩვენ ვფიქრობთ რომ ძალიან დიდი გულშემატკივარი, ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვა, მაგრამ რისკი იმისი რომ დინამო არენა არ შეივსება და ლოკომოტივი შეივსება, დინამო არენა არ შეივსება, ყოველთვის არის. რაც ლოკომოტივის შემთხვევაში ვფიქრობთ უფრო არ არის. ეს მათი ინიციატივა იყო მსოფლიო რაგბის და არა ჩვენი და შესაბამისად გვირჩიეს რომ ფინალური ეტაპი გაგვემართა ლოკომოტივზე. ლოკომოტივს სხვა პლუსიც აქვს რომ უფრო ახლოს არის როგორც მოგეხსენება ტრიბუნები და არ არის არბენი ბილიკი გარშემო და შეიძლება უკეთესი სარაგბო კუთხით კი გაცილებით დიდი პლუსია. თუ თქვათ ჩვენ რომ ვეთამაშებოდეთ ერთი თამაში რო იყოს რუსეთის ნაკრებს ან რუმინეთს ასე შემდეგ, რა თქმა უნდა შეივსება და ყველამ ნახა როგორი არაჩვეულებრივი ატმოსფერო არის დინამოზე, როდესაც ის შევსებული არის, მაგრამ ვინაიდან აქ დღეში ფორმატი ესეთი ამ ტურნირის 3 თამაში გაიმართება ლოკომოტივზე და ეს იქნება ფინალური თამაში, იქნება ბოლო თამაში, შუა დღისას დაიწყება დაახლოებით 2:30-ზე და იქნება ერთი თამაში, მე იქნება სხვადასხვა ადგილებისთვის იქნება ეს თამაში და საქართველოს ითამაშებს პირველ თამაშს ლოკომოტივზე. საქართველოს ამასაც თავის დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ჩვენი გუნდი შეიძლება არ იბრძოდეს იმ ადგილებისთვის, რომ მოუწევს ამ სტადიონზე თამაში, მაგრამ ვინაიდან მასპინძლები ვართ, ლოკომოტივზე გადაწყვეტ ჩვენი თამაში ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა შედეგი დავდოთ ამ ტურნირზე. ყველა თამაში ვითამაშებთ უშუალოდ ლოკომოტივზე. ყველა თამაში ფინალური ჯგუფურ ეტაპს ვითამაშებთ, ჩვენი ნაკრები ითამაშებს ალჭალაში, ფინალურ ეტაპს ვითამაშებთ ლოკომოტივზე. და მესამე თამაში იქნება უკვე ფინალური მატჩი, რომელიც დახურობს ამ ტურნირს. და რა ვიცი, ვფიქრობ რომ ის იმას მაინც მოვახერხებთ, რომ ლოკომოტივის სტადიონი შევავსოთ რა და აი ზუსტად ეს დატვირთვა იყო ამ ეს მიზეზი ეს იყო რომ ერჩივნათ რომ ყოფილიყო უფრო მომცრო სტადიონი, თქვა 25,000-იან და შევსებული, ვიდრე დინამო არენა და ნაწილობრივ შევსებული. ეს იყო მსოფლიო არა ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, მოდი პირდაპირ თქვა ეს იქნებოდა, აი ცოტა არ იყოს ესე უხეშად რო თქვა თავის მოჭრა და არანაირად არ ეგების ეს არა ჩვენი თავი მიზანია რომ იყოს სრული აშლაგი ავჭალაზე და მესხზე მე მგონი არანაირი პრობლემა არ უნდა შეიქმნას. ქუთაისზე საერთოდ ლაბარაგი ზედმეტი, ეხა მამაქალაქს ხვდა წილად პატივი და ბედნიერება იმის რომ იხილოს არც მეტი არც ნაკლები ტურნირის მთავარი ფავორიტი ახალი ზელანდია. სულ მოდი ისიც თქვა რომ მეათე ტარდება და 5 ტიტულის მფლობელია უმცროსი მაორები და ეხა მაორების ესე პირდაპირ ვიზუალურად საქმეში ხილვა და ამეთანხმედ ნებისმიერი არა მარტო რაგბის კომაგისტვის, ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი ბედნიერება იქნება. ნამდვილად და მე ქუთაისლებს პირდაპირ პირობას მაძლევენ რომ არც ერთი სათამაშო დღე არ ჩაივლის ისე რომ არ იყოს სრული აშლაგი და 5,000 კაცი ეტევა აი არენაზე, არაჩვეულებრივი სტადიონი არის. ძალიან მოწონთ მსოფლიო რაგბის მესვეურებს, ვინ ჩამოდის ინსპექტირებაზე, ნახეს რა საქმეც კეთდება. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო და მადლობა გადაუხადო საქველმოქმედო ფონდ ქართულს, რომელმაც იმის გარდა რომ ესეთი არაჩვეულებრივი მოედნები გაგვიკეთა, ამის გარდა ეხა რეაბილიტაციაშიც არის სრული მასშტაბი ჩართული, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეულ მოედნებზე ეს ექსპლუატაციიდან გამომდინარე ხელი შეულება ჭირდებოდა, ესე რომ თქვა იოლად და ამასაც აკეთებენ განათებების გამოცვლა გახდა საჭირო ავჭალაში, მაგალითად ამას გვიკეთებენ ყველაფერს და აი ძალიან ჩართულები არიან სახელმწიფო სპორტის სამინისტრო ქართულ და აი ვფიქრობ რომ ერთობლივად ჩვენი ძალისხმევი ძალიან მაგარი ტურნირი გამოგვივა, იმიტომ რომ ეს არ არის რაგბის კავშირის მარტო საქმე ამ გუნდების მასპინძლობა, ეს არის ქვეყანა არის ამ ტურნირის მასპინძელი პირველ რიგში და ზუსტად აი ამ მიმართულებით მუშაობ. დიდი მადლობა მინდა უთხრა ასევე TBC ბანკს, რომელიც ძალიან გვერდში გვიდგას ამ ტურნირის მომზადებაში, საორგანიზაციო საკითხებში, ფინანსურად, მორალურად, რა ვიცი, ყველანაირად ადამიანური რესურსი და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც არის ჩართული ამ ტურნირის ორგანიზებაში. ბატონო, არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ იქნება დარწმუნებული ვარ, უკვე
უკვე სერიოზული და მოდი ამთავით თუ გვაქვს შესაძლებლობა ვამცნოთ მსმენელს, აი როდიდან დაიწყება უშუალოდ ორივე როგორც თბილისში ასევე ქუთაისში ბილეთების რეალიზება და რამდენად იქნება აი ხელმისაწვდომი რომ დროულად დაიგავონ თადარიგი კომაგმა, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ 5000, მე ხა დარწმუნებული ვარ, ხა ძველი უხსოვარი დროიდან მოყოლებული ქუთაისი სუმცირე, აი 15000 კაცს თავის მხრივ უზრუნველყოფდა კომაგის აღით, ამას ჯერ კიდევ 3000 წლის წინანდელ პერიოდს გეუბნებით, ამას დაუმატეთ რომ იმერეთი, მარტო იმერეთის რეგიონი რო ავიღოთ, ხო? ფოკუსირებული იქნება ქუთაისზე და არა თუ კიდე ცოტა თავი დაუძღვევიათ, ხო? როცა ამბობ რომ გარანტირებული კი არა, მე დარწმუნებული ვარ, კომაგი იქნება, მოთხოვნა იქნება 3-ჯერ მეტი მინიმუმ. აი სუმცირე. იმედია, იმიტომ რომ ესეთი ტურნირი კაი ხანს არ ჩატარდება კიდე ჩვენთან რა, სხვადასხვა სახეობებში კი ნებისმიერი სათამაშო ბურთიანი სახეობა რო ავიღოთ, კი ბატონო. იმიტომ რომ ეს ტურნირი, ამ ტურნირის უფლების საქართველოს ჩატარებისკენ ჩვენ მივდიოდით ნაბიჯ და ამისთვის თუ ვიღაცას უნდა გადაუხადოთ მადლობა, ეს არის გიორგი ნიჟერაძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი, წინა პრეზიდენტი, რომელმაც და რა თქმა უნდა ეს მიზანმიმართული მუშაობა, რაც რაგბის კავშირში მიმდინარეობდა, ჩვენი ნაკრების არაჩვეულებრივი გამოსვლა, იუნიორების სოფლიო ალაფა, რომელიც აქ ჩატარდა და 2011 წელს თბილისის თასი, რომელიც სხვადასხვა წელებში ტარდება. აი, ალაფა იყო დასაბამი, ხო, ფაქტობრივად საზირკველი, პირველი. აი, საზირკველი ჩაუყარეთ სწორედ საკმაოდ მაღალი დონის ორგანიზებული ტურნირი, სადაც არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობდა და იყო აბსოლუტურად ყველა კმაყოფილი, მაშინ მსოფლიო რაგბის მამებიც გაჩნდა ეს იდეა, იცით რომ ალაფა რო ჩავატარეთ 2011-ში, ამის მერე იყო ძალიან კარგი გამოხმაურება და ითქვა რომ ალაფა ამ ანალოგ ტურნირებს შორის იყო გამორჩეული საუკეთესო, მართლაც ესე იყო, ორგანიზაციული კუთხით, ზოგადად ქვეყნის კუთხით, ასე შემდეგ უამრავი ფაქტორი იყო ჩამოთვლილი და ზუსტად მაშინ ფილიპ ბურდარიასი იყო მსოფლიო რაგბის ტურნირების 15 კაცსა და 7 კაცსა რაგბში მენეჯერი ჩამოსული და თქვა რომ რამოდენიმე წელიწადში მე ვფიქრობ რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია უმასპინძლოს იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც არის დონით, რანგით მეორე ტურნირი მსოფლიო რაგბისთვის. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეს აგვიხდა და ჩვენც რა თქმა უნდა ამ ტენდერში მივიღეთ მონაწილეობა და უამრავი სირთულე იყო, მაგრამ ჩვენთან ერთად ამ ტენდერში მონაწილეობდნენ წამყვანი ქვეყნები, ისეთი როგორც ვიცი ხა ესეთი ინფორმაცია, არგენტინა და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და მაგრამ საქართველოს მიენიჭეს ამ ტურნირის მასპინძლობის უფლება და თან მაბადია სოფლიო რაგბი ხელმძღვანელები აქ ეგრეთ წოდებული კონტინენტური როტაციის პრინციპს არ იცავენ, ხო? არ ხდება უშუალოდ წმინდა აი მარკეტინგული და თავიანთი დამოკიდებულებიდან გამომდინარე შერჩევა მასპინძლის. კი ბატონო, ბევრი ფაქტორს რა თქმა უნდა, ბევრი ფაქტორს ითვალისწინებენ სავარაუდოდ ის რომ ეს არ არის მარტო რაგბის კავშირი, ეს რომ ქვეყანაში რამდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით, ტურიზმის კუთხით, ზოგადად რა ქვეყანა არის, რამდენად საინტერესო, ბევრი ფაქტორი არის, რომ რამდენად ქვეყანა ინფრასტრუქტურით, გეოგრაფიული არეალი, ინფრასტრუქტურა, თვითონ თავისი არქიტექტურა, ხო წარმოგიდგენთ, ანუ რაც თუმცა ერთ რაღაცას გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ ვიცი იცით თუ არა, რომ სოფლიო რაგბი იხდის მგზავრობის ფულს ყველა გუნდის. შეიძლება მათთვის უფრო იოლი ყოფილიყო, რომ თქვა ეს ტურნირი გამართულიყო პირობითად იტალიაში, ინგლისში, არ ვიცი, ნებისმიერი ბრიტანეთის ქვეყანაში, საფრანგეთში, მაგრამ იმიტომ რომ ბუნებრივია საქართველოს ჩამოსვლა სამწუხაროდ უფრო ძვირიждდება დღეს თბილისში კონკრეტულად, იმიტომ რომ სტამბოლის გავლით გვიწევს ყველას მგზავრობა ან მიუხედავად ან ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაშიც რეისები უცვლელი რჩება, რამე განსაკუთრებული თქვა და ესე ჩარტერდი. არაფერი ისეთი არ არის განსაკუთრებული, სამხრეთ ნახევარსფერო, ავსტრალია, ზელანდია ესენი მოფრინავენ, სამოა მოფრინავენ, კატარის მეშვეობით, ზოგი დუბაის მეშვეობით, ზოგი არ ვიცი, სხვადასხვა გზით, მაგრამ ძირითადი გუნდები ევროპიდან ჩამოდნენ სტამბოლის გავლით. სტამბოლის მიუნხენის გავლით. ირლანდია არის ერთადერთი გუნდი, რომელიც პირდაპირ ჩადის ქუთაისში რა, მაგრამ მიფრინავს თბილისიდან, ხო და მან ქუთაისზე ცოტა პატარა ეკონომიას გააკეთებენ. და ის რომ მსოფლიო რაგბიმ ამ ხარჯზეც წავიდა, გარკვეულწილად ნიშნავს მათ გვერდში დგომა საქართველოს რაგბის დაფასებას, ნიშნავს აღიარებას, ნიშნავს, იმიტომ რომ ზედმეტ სიხდიან იმისთვის, რომ აქ ჩატარებულიყო ეს ტურნირი. ბუნებრივია 1000 პირობა ქონდა დასაკმაყოფილებელად და ჩვენ ამ ინსპექტირებას მსოფლიო რაგბის ვეღარ აუდივართ უკვე, არ ვიცი, ამის ლამის არის უკვე რაც ტურნირი მოახლოვდა, თვეში ორჯერ ჩამოვიდნენ სხვადასხვა სპეციფიკის და პროფესიის ადამიანები.
ერთ-ერთი ბოლო იყო სხვა შორის სოფლიო რაგბის აი ასე მახშებს რო უწოდებთ ხო დირექტორი საიმონ კიბლი ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ფიგურა ხო და როგორც მაგას საიმონ კიბლს ვერ დაუძახე მახშების ხვები იყვნენ ჩამოსული საიმონ კიბლი არის ტურნირების დირექტორი უშუალო ტურნირების დირექტორი სოფლიო რაგბის ზემდგომი მარკი განი იყო რუსეთ-საქართველოს მატჩს დაესრო და ასევე ნუ მოიხილა რა ხდებოდა დაინტერესდა მარკი განი არის უფრო ზემდგომი მაგის შემდეგ არის ფილიპ ბურდარის და მე არის საიმონ კიბლი საიმონ კიბლი ყველაზე ხშირად ჩამოდის თუმცა აი მარკი განის დონის მაღალი რანგის მსოფლიო რაგბის მაღალი რანგის თანამდებობის პირები ხშირად ჩამოდიან უკვე იმატა მათმა ვიზიტებმაც რაც უფრო ახლოს მივდივარ და ჯერჯერობით ნორმალურად არის ყველა ანუ გქონდათ რაიმე ისეთ სერიოზული შენიშვნა რა ჩვენთვის თქვა მოულოდნელი იყო იცით რა მუშა პროცესია ვერ ვიტყოდი რომ რაღაცა ისეთ შენიშვნა მოგცეს რომელიც აი რაღაცა საბედნიეროდ არაფერი ისეთი განსაკუთრებული ვაკუპტი არ ხდება არა ნუ მუშა პროცესია რომელიც მიმდინარეობს იქ რაღაც მოედანზე ის გვინდა და ამას ყველაფერს ეს პროცესი ეს გამოწვევა არის რომელიც ჩვენ მივიღეთ და ამას ვაგვარებთ რა და არა ჯერჯერობით არ არის ესეთი რაღაცა რაც გადაულახავი ბარიერის შექმნოდა და ან თქვათ მათე თქვათ ისეთი შენიშვნა რომელიც გამოუსწორებელი იყოს რა ჯერჯერობით არა და როგორია ხო ეხლა მე თქვენ ნებართვით მინდა გავაჟღერო უშუალოდ გუნდები მაინც ხო გამეორება ხა ცოდნის და რა გუნდებზე გვაქვს საუბარი სამი ჯგუფია მე მოკლედ შეგახსენებთ ფორმა ძვირფასო მეგობრებო 12 გუნდი სამ ჯგუფად გადანაწილდება 4 გუნდა ერთწლიანი შეჯიბრება სამ ჯგუფში ანუ ჯგუფებში გამარჯვებულებს დაემატება და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი და უკვე 4 გუნდი პლეიოფით იბრძოლებს უკვე ფინალის საგზურისთვის დანარჩენი გუნდები კი დარჩენილ ადგილებს გადაინაწილებენ კერძოდ მე-5-დან მე-12 ადგილის ჩათვლი ნუ ჩვენი ამოცანა ბატონობა ჩვენ იქნება სულ მცირე მანჩესტერის შედეგის გამეორება ხომ და ათეულში ხოთა შორის თქვენ შემახსენეთ თქვით შეკითხვაში და რა მინდა თქვა რომ ჩვენმა ბიჭებმა მიუხედავად იმისა პირველად მოხდნენ ამ მასშტაბის ტურნირზე შარშან მანჩესტერში აჩვენეს არაჩვეულებრივი შედეგი და ამისთვის მინდა გადავხადო მადლობა მათ სამწვრთნელო შტაბს ილია მაისურაძის თამადობით ამ ბიჭებმა არაჩვეულებრივი გუნდი გააკეთეს არაჩვეულებრივი და რომ არა ეს სიურპრიზი რომელიც საჯებისთვისაც სიურპრიზი იყო ჩვენ უელსის ნაკრებთან წავაგეთ 9-8 და ერთი რამე მინდა თქვა და ნუ ბოლოს ჯარიმა იყო როცა დრო გავიდა რომ ჩვენთვის უნდა მოეცადა შეიძლება ეს თამაში მოგვეგვი კიდევაც უელსის ნაკრები იყო მანამდე 6 ერის დიდი სლემით გამარჯვებული ანუ და მოუგო ინგლისსაც ირლანდიასაც იტალიასაც საფრანგეთსაც და ჩვენთან ესე იგი სრული ისტერიკა დაემართათ ისე მაგრად ვითამაშეთ ირლანდიასთან იტალიასთან საფრანგეთთან მე არ ვიცი ესეთი ღირსეული თამაში ჩვენ არ ვიცი ან ჩვენ აკრებს მე მგონი მანამდე არ ქონია და თან პირველად ამ ტურნირზე მოხდით ხო და ის რომ ჩვენ მასპინძლები ვიყავით და მასპინძლების როგორც მასპინძლები გვეკუთვნოდა რომ ამ ტურნირში მონაწილეობა მიგვეღო ეს ჩვენ ავდექით და მოვიგეთ მე-10 ადგილზე ათეულში შევედი და შესაბამისად ეს უფლება მოვიპოვეთ არ როგორც მასპინძლებმა არამედ როგორც გამარჯვებულებმა ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო და ეხლა ჩვენს გადაცემაში ტრადიციული ერთი სარეკლამო ჭრა ძვირფასო მეგობრებო ბაჭოს ხურციძესთან სულ რამდენიმე წუთში დაგიბრუნდები და ამ ხალხს ეხლა წარმოგიდგენიათ ესე იგი ვართ ასე უკვე მსოფლიო თამამად შეიძლება ითქვას რომ ასე მეკის ხელის გულზე ნუ მეკა რა თქმა უნდა უკლებლივ ყველა მსოფლიოში უძლიერესი სარაგბო ნაკრები გვეწევა ჩვენს ქვეყანას ამ ხალხის დაბინავება დაპურება სათანადო სპორტული პრინციპების ყველა დაცვით სავარჯიშო პირობების შექმნა ნუ ყველა უნდა ჩაერთოს ალბათ ამ მეტასაშურ საქმეში და აი ვცლა თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები ბატონ ბაჭო ხურციძესთან საუბარ ჩვენ რამდენიმე წუთის შემდეგ განვაგრძობთ სპორტ ტაიმი რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დიტო მარინაშვილთან ერთად ვაგრძელებთ ძვირფასო მეგობრებო ჩვენს გადაცემას მე მოკლედ შეგახსენებთ რომ საერთოდ ქართული სპორტის ისტორიაში ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში არა მარტო დამოუკიდებელი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული შეჯიბრების დაწყებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება თბილისსა და ქუთაისში გაიმართება 31 მაისიდან მოყოლებული 20-მდე მორაგბეთა სოფლიო ჩემპიონატი ნუ ვინც რაგბში ოდნავ მაინც ჩახედულია მოხსენებათ რომ აქ უკვე თითქმის პირობითი მცნებაა თითქმის რამე თუ ეს არის პრაქტიკულად უკვე რანგით ოფიციალურად მეორე დონის შეჯიბრის საერთოდ სოფლიო სარაგბო სამყაროში და თავისი მნიშვნელი და ხარისხით გარდა ამისა ის ბევრად უკვე თვითონ უშუალოდ მთავარ ფორუმს სოფლიო თასს
უკვე დიდად არ ჩამოვარდება. ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ შეესწრებთ გახლავთ აღნიშნული ტურნირის ჩემპიონატის დირექტორი ბატონი ბაჩო ხურციძე. ბატონო ბაჩო, ალბათ დამეთანხმებით, რომ აი პრაქტიკულად სულ ნახევარი ნაბიჯის არჩება სწორედ აღნიშნული ტურნირის შემდეგ უკვე საბოლოოდ ყალიბდება უკვე ის ბირთვი თითო ქვეყნის ნაკრებმა ხედველობაში, ვინც უკვე ქვეყნის თავარ გუნდში, ანუ ეროვნულ ნაკრებში მოირგებს კვარტს, ხო? ნუ დიდი ალბათობით ესე ამ ტურნირის მნიშვნელოვანი სპორტულ მხარეზე ლაპარაკი ზედმეტია. ბატონო ბაჩო, ჩვენ დაუბრუნდეთ უშუალოდ სანამ ბილეთების თემა შევეხებით, ესე იგი ამ ხალხის ესე იგი დაპურება, ექსკურსიები, უშუალოდ ეხა ქვეყნის ეკონომიკის მხრივ ეხა დავიწყოთ მოდი იცით აი ტურიზმის თემა თუ არის ცნობილი დაახლოებით აი ზოგადად მაინც რა რაოდენობის სტუმარს ველით ხედელობაში მაგ კომაგი კარგი იმიტომ რომ 12-ვე რაღაც აუცარი ქვეყანა თქვენი პარტია მე ვერ მოსარ ეხა ავსტრალია, სამოა, ინგლისი, უელსი, ახალი ზელანდია, შოტლანდია, ირლანდია, იტალია, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და არგენტინა, ხო, ეხა ვეჟო არავინ არ საქართველოს. ნუ ხო, და ეს 11 სტუმარი, არა, სტუმარი, მე უბრალოდ სტუმრებს გავუშვი ხაზი და ამ 11 ეხა გამორჩეული უნიკალური სარაგბო ქვეყნის კომაგი, ხო? იცით რა არის ბევრი იყო ეს შეკითხვა სტატისტიკაზე, ანუ რამდენი ტურისტი შეიძლება ჩამოყვეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 20 წლამდელებს ძირითადად ძალიან ხშირად აყვებიან ოჯახის წევრები, იმიტომ რომ 20 წლამდელები არიან და დედა, მამა და ქართველები რო იყვნენ ალბათ ბებია ბაბუებით გაყვებოდნენ. ხო და ძალიან ვიცი რომ ძალიან საკმაოდ დიდი რაოდენობით ტურისტი ჩამოდის, მაგრამ ეს სტატისტიკა არ არსებობს მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ აქამდე საქართველოს დონის ქვეყანაში არ ჩატარებულა ეს თარდებოდა სულ ბრიტანეთის ქვეყნებში, იტალია, საფრანგეთი, ასე შემდეგ და იქ თავისუფალი მიმოსვლა და არავინ არ ეკითხება საზღვარგარეთ შემოვალ ადამიანს რა მიზნით არის ჩასული. რა ხო გესმით და შესაბამისად აღრიცხვად სრთულიანი, მაგრამ რამდენადაც მე სამხრეთ აფრიკის მენეჯერმა, ინგლისის მენეჯერმა მითხრეს, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ტურისტი დაყვება ესეთ ტურნირს და რა თქმა უნდა გარკვეულწილად რაღაცა დოდით ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. მაგის გარდა ჩვენ რაღაც სხვადასხვა პრომო აქტივობებს გეგმავთ, რომ მსოფლიო რაგბის საიტის მეშვეობით, თვითონ ამ ქვეყნების ფედერაციების მეშვეობით და ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ტურისტი მოვიზავთ. ისედაც ჩვენ ქვეყანას უკვე ტრიალებს სხვადასხვა გოლები და იმიჯი კარგი აქვს, როგორც ესეთი მიმართულება ტურისტული და მით უმეტეს სარაგბო თუ გახდება ეს იქნება ფანტასტიკური. და თქვენ ბილეთებზე მკითხეთ, მანამდე და ვერ მოვასწარე პასუხი გაცემთ, სხვადასხვა საკითხებზე გადავედი. ბილეთების გაყიდვას ჩვენ ვაპირებთ 11 აპრილიდან, რომ დავიწყოთ. ბილეთების გაყიდვა მოხდება ონლაინ რეჟიმში ტეკეტეს მეშვეობით, კომპანიის მეშვეობით და 11 აპრილიდან უკვე ვფიქრობ, რომ გულშემატკივარმა უნდა დაიჭიროს თადარიგი და ეწოს ბილეთების შეძენა, იმიტომ უამრავი ხალხი უკვე ბრიტანეთიდან წერს. სალაროში ბილეთს არ გამოვიდა, მაინც ეს ფართობს მენაცვლეა. თამაშის დღეს შეიძლება დარჩენილი ბილეთი თუ იყო რაშიც ეჭვმეპარება გამოვიტანოთ, მაგრამ ეჭვმეპარება, იმიტომ რომ უკვე ისეთი მოთხოვნა უკვე საზღვარგარეთიდან რაც კიდე ერთი ინდიკატორია იმისი, რომ ბევრს უნდა ჩამოსვლა ტურისტს, რომ ვფიქრობ, რომ ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება სრულად. თან ინფორმაციას იმასაც ვიტყვი, რა ეღირება ბილეთი, ხო? ჩვენ გადავწყვიტეთ მსოფლიო რაგბთან კონსულტაციის მერე, რა თქმა უნდა, რომ ძალიან ხელმისაწვდომი ფასი დაგვედო ბილეთისთვის, ანუ ერთი თამაში პირობითად ეღირება 5 ლარი, მაგრამ ეს თამაში ცალკე ვერ გაიყიდება, იმიტომ რომ ტექნიკურად შეუძლებელია რომ 5 ლარიანი ბილეთი იყიდოს ადამიანი თქვა პირველ თამაშზე შევიდეს და მერე სტადიონი გზიდან გამოვიდეს და იყიდოს თქვა მე, იმიტომ რომ ადამიანები თლიანად გაიყიდება 4 თამაშის ბილეთი, 4 თამაში ეღირება 20 ლარი, 2 თამაში ეღირება შესაბამისად 10 ლარი, ერთადერთი ლოკომოტივზე გვექნება უფრო შეღავათიანი პირობები, ლოკომოტივზე როდესაც ფინალური ეტაპი გაიმართება, იქაც ანალოგიურად ეღირება თითო თამაში 5 ლარი, შესაბამისად ერთი სათამაშო 15 ლარი, მაგრამ კარების უკან გარკვეული სექციები ეღირება 5 ლარი, მთელი 3 თამაში. ბატონო ბაჩო, მოვადეთ, მაგრამ ეს არის ნაჯუქარი რა, ამ სიტყვის პირდაპირ ხა ჩვენი დღევანდელი ცხოვრება მე ვერ წარმომიდგენი, მე უბრალოდ მინდა თქვენ ნებართვით შევახსენო მსმენელს, როცა აი ყველა ასე ვარ თავგადაკლული და ვამტრევთ, ხო? გვინდა რომ აი ეს კარები ასე ვთქვათ, აი პირდაპირ შევლეწოთ, ხო, ამ სიტყვის ყმადაღებული 6 სერზე ისე ცნობისათვის, ისე რომ მიცოდეთ, აი ყველაფერთან ერთად ბილეთის მინიმალური ღირებულება 6 ერზე არის 50 ფუნტი, ხო? ეხა ჩვენ 50 ფუნტი გადავიყვანოთ, ბატონო ბაჩო, ღარში, ხო? ანუ მე რატო ვაკეთებ ამ პარალელს, იცი, რომ ეხა ეს თანხა, ხო, არ ვიცი,
ამაზე ეხა მადლიერების არ ვიცი კომაგისგან უნდა იყოს ჩემი აზრით აი ცალსახა მადლიერება იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს ქვეყანა და რაგბის კავშირი რომ ნამდვილ ზეიმად იქცეს და აი ყველაზე ისეთი ადამიანების ეხა არ არის ხო დაავქენებული ცხოვრება სამწუხარო დიდი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია რა აქ ვერ დარჩება ადამიანი უქონლობის გამო მიღმა ტრიბუნის მიღმა ნამდვილად ეს არის ბრწყინვალე რაღაც აი ჩემთვის ეს იყო გამოუგნებელი იცი და ეხა აი გისმენ და მართლა იცით რა არის მე ხა შეიძლება ვერ შევეჯიბროთ ხა რა თქმა უნდა ბრიტანეთში 50 ფუნტი თუ სხვანაირი შემოსავლებიც აქვთ მაგრამ ყველაფერი ხო შედარებით არა მე მაგათი რას ვამბობ იცი ტურნირის სიდიდეს იმიტომ რომ არის ხშირი აი სხვა სახეობებშიც უშუალოდ ფედერაციები როცა მოდის ხო საერთაშორისო ფედერაციები არის მინიმალური კვოტა და იმ მინიმალურ კვოტაში საკმაოდ მაღალი ის არის მითითებული კი ბატონო თუ ეს არის ალბათ ჩვენთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო ამ ტურნირში ყველაფერთან ერთად ამას თავი დავანებული ნუ იქ უამრავი ხარჯია და ფიქრობ ძალიან ხელმისაწვდომია და ნუ ამ ზეიმისთვის რომ ადამიანმა სათამაშო დღეს 15 ლარი გადაიხადოს არის ძალიან ხელმისაწვდომია ნუ ხო და თან რამდენ თამაშზე და როგორი ქვეყნები ეხა რა ჩამოთვალე ეს ხო წარმოგიდგენიათ ეხა ეს ძალიან დიდი ბოდიშია ეხა იმედია რომ მსმენელი არ გამიწყრება და რაღაც ისე არ გამიგებს თითოეულ თამაშზე რო ყოფილიყო მაშინაც ნაჩუგარი იქნებოდა არათუ მაბადიეთ 2 და 4 თამაშზე იმ თანხის ოდენობა რას თქვენ დაასახელეთ რომელიც ნამდვილად სიმბოლურია რა ნამდვილად სიმბოლურია ვადრობჩო აი ჩვენ აი მთავარი მაინც ერთ-ერთი შემოსავლის ხარო ალბათ უნდა იქნეს ტელეტრანსლაციები ბერում არის ის რომ 120 ქვეყანას აქვს პირდაპირ ეხლა ნუ მთელი პლანეტა მოდი ესე ვთქვათ ხო ეხლა ვიღაც შეურაცხყოფს არ მივაკნებთ თლად რაღაცა გაუბედურებული და გადაგარგუში როა მაგრამ ეხლა პლანეტა რაც არის 120 ქვეყანა ნუ ესეთი მოთხოვნა აი ამ ხრივ უკვე დაალაგებული გვაქვს ყველაფერი იცით რა ამას ჩვენთვის ჩვენ გვეკუთვნის ეს ტელეტრანსლაციის უფლება საქართველოში ამას რაგბის კავშირი როგორ გამოიყენებს რომელ არხს მისცემს ეს რაგბის კავშირის საქმეა თუმცა ასევე მსოფლიო რაგბის ტურნირი და მსოფლიო რაგბი თვითონ განკარგავს ანუ რომელ ქვეყანებს უნდა ანუ ის განკარგავს თვითონ ხო კი უბრალოდ ჩვენი ჩართულობა არის ხო ამ საქმეში არის ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ქვეყანაში გქონდეს რაგბის კავშირს გადაეცემეს უსასყიდლოდ სიგნალი მაგრამ ჩვენ რომელ ტელევიზიასთან გავაფორმოთ ხელშეკრულებას და ვინ გააშუქებს ამას ეს პროცესია და ნუ გადავწყვიტავთ ამას იმიტომ რომ ნუ რაღაცა ფიქრობ რომ ძალიან კაი პროდუქტია და ფიქრობ რომ კომერციულად უნდა მიუდგეთ რაგბის კავშირი იმიტომ რომ ეს არის ორგანიზაცია რომელიც ცდილობს რომ რაღაცა დამატებით ინვესტიცია მოიზიდოს რაგბში რომელიც ისევ რაგბს ხმარდება და არ ხმარდება კონკრეტულ პიროვნებებს შესაბამისად ხო ნუ აი ჩვენ გადავწყვიტოთ რომელი არხი იქნება ის სადაც ეს თამაშები გავა ეს ერთი მეორე თქვენ რაც შეეხება სხვა ქვეყნებში გაშუქებას კი ბატონო 100-ზე არ დაახლოებით 160 ქვეყანამდე უფრო გაიზარდა ხო ნუ როგორც 120 ქვეყანაზე მეტი თქვენ მიახლოებით 160 ქვეყანა მაგრამ მაგის გარდა სტრიმი არის ხო მსოფლიო რაგბის ვებგვერდზე და მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს სტატისტიკური დაახლოებით მილიარდამდე ადამიანი ადევნებს თვალს და ეხლა წარმოიდგინეთ მილიარდი ადამიანი ელემენტარულად რომ გაიგებს რომ საქართველოშია ტურნირი ხო ვინც უყურებს თუ არ იცი ჩვენი ქვეყნის შესახებ რაღაცა დაგუგლავს ან რაღაცა გაიკითხავს მაინც არის და უკვე მაგარი ამბავი არის ჩვენი ქვეყნისთვის რა და გარდა იმისა რომ და სხვა რაღაცებსაც გაიგებენ ჩვენ ქვეყანაზე რომ რამდენად მაგარი ქვეყანა გვაქვს რამდენად მაგარი რაგბი არის და როგორ კარგად თამაშობთ და ნუ ტურიზმისთვის ფიქრობ იქნება ძალიან კარგი წახალისება თუ არ ვიცი როგორ თქვა ნუ ძალიან ბევრ ტურისტს მოვიზიდოთ ამითი ჩვენ ქვეყანაში ვადრობაჩო არ შეიძლება თქვენთვის უკვე არაერთზეს არ ეკითხა და ეხა თითქოს ხო რა მაგრამ პოპულარიზაცია ეხა ჩვენში რაგბის უკვე 2000 წელია და განსაკუთრებით ეხა ბოლო 15 წელი ხო საერთოდ მაგრამ მაინც მიმაჩნია პირადად რომ განსაკუთრებული მოვლენა იქნება და რაღაც შეიძლება იქნოს აი გრანდიოზული მასშტაბის ამ ჩემპიონატის შემდგომ დაიწყოს ახალი თაობის და უკვე მათი ჩართულობას კი იმ ოჯახის და იმ ბავშვების ვინც დღემდე რაღაც სადღაც აი ცოტა ყოყმანობს ორჭოფობს და ამასთან დაკავშირებით თუ იქნება ბატონობაჩო შესაძლებლობა რომ შედგეს კომუნიკაცია ბავშვებს და მონაწილე გუნდებს შორის აი ნუ ღია ტიპის ვარჯიშები
მოსერბასაც შეიძლება ავტოგრაფების რაღაც სერია შედგეს. ხო წარმოგიდგენია ბავშვისთვის ეხა ახალზელანდიელ მორაგბისთან ეხა აღებული ავტოგრაფი ამას შეიძლება მისი ფსიქიკა და ცხოვრების მიმართ და სპორტის მიმართ დამოკიდებულება ძირფესვიანად შეცვალოს და რა თქმა უნდა დადებითად ხო? კი ბატონო, ნუ ჯერ ჩვენ თვითონ გეგმავთ რაგბის კავშირი გეგმავს უამრავ სოციალურ პროექტს ამ ტურნირის ფარგლებში. რა თქმა უნდა იქნება ღია ვარჯიშები, სადაც პატარა ბავშვებს, მომავალ მორაგბეებს შეეძლებათ მოსვლა, ავტოგრაფის აღება ზელანდიელისგან, ირლანდიელისგან, იტალია, რა ვიცი, ვისგანაც უნდათ. და ჩვენ გვაქვს უამრავი სოციალური პროექტი დაგეგმილი ამ ტურნირის ფარგლებში და გეგმა გვაქვს, რომელიც სოფლიო რაგბი იყო აღფრთოვანებული და ამისთვის მე მინდა მადლობა გადაუხადო ნონო ანდღულაძეს ჩვენ მეგობარს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას. ნონომ გააკეთა ძალიან კარგი პროექტი მათი ჩართულობის, როგორც სოფლიო რაგბი, როგორც უცხოელები ეძახიან ამას ქვია ლეგასი, მაგრამ მემკვიდრეობას ნიშნავს, ანუ როდესაც გუნდი ჩამოდის, ის რაღაცას აკეთებს, რაც რჩება მის მერე გააკეთებული და ეს იქნება სხვადასხვა ტრენინგები იქნება სკოლებში, სიარული იქნება სხვადასხვა სოციალური დაუცველი ბავშვების მონახულება იქნება სხვადასხვა ადგილებში თუ უამრავი პროექტი გვაქვს. ანუ ეს გაჟღერდება მსოფლიო რაგბის მსვლელობის დროს. ერთი რამე რაც ახსენეთ თქვენ მეც მინდა ხაზი გაუსვა რომ ჩემის აზრით ეს ტურნირი შეიძლება გახდეს გარდამტეხი რომ საბოლოოდ მოხდეს რაგბის ბუმი ჩვენ ქვეყანაში. ვფიქრობ რომ რაგბი ნუ ჩემთვის არის თქვენს გაქვთ ხო იმის განცდა რომ რესურსი მეტია მოთხოვნის მხრივ უფრო ფარული ვიდრე რეალურად მიუხედავად რომ ბოლო წლებში კიდევ ერთხელ ვამბობ იმათა მოზარდებს შორის მონაწილე უშუალოდ რაგბის დაკავებულ ახალგაზრდების რაოდენობა მაინც ჩემის აზრით მე ესე ვიტყოდი რომ 20-30%-ია პოტენციალი ათვისებული რაგბს აქვს ჩვენ ქვეყანაში და ვფიქრობ რომ აი ეს ბუმი შეიძლება გახდეს შეუქცევადი და უამრავი ახალგაზრდა ჩართულ უკვე ძალიან მაგარი თაობა მოდის და ერთი რაღაცა მინდა ვთქვა აღვნიშნო რომ აი ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ცოტა ხნის წინ რუმინეთში ვითამაშა და დავმარცხეთ 8-7 და ნუ იყო რაღაცა რომ თითქოს რაღაცას შეაფასეს როგორც ტრაგედიად გარკვეულმა რაოდენობა გულშემატკივრების, მაგრამ 5 წელია, ბოლო 5 წელია ჩვენ ერთი თავით მაღლა ვდგავართ ამ გუნდებზე. ჩვენი ახალგაზრდები დგანან 10 თავით მაღლა. ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი მომავალი რაგბიში და იმ თამაში, როდესაც ჩვენ რუმინეთთან წავაგეთ და ეს იყო რუმინეთის პიკი, ანუ ყველაზე ძლიერი რუმინეთი და ყველაზე მონდომებული მთელი პუბლიკა, ყველა იყო ჩვენ წინააღმდეგ. ხო იმ თამაში, იმიტომ რომ ესე იგი მათთვის იყო ეს რომ ზელანდია დაემარცხება და ახლა ამ დონის თამაში. ხო ჩვენ ფაქტიურად მათთვის უკვე ზელანდია ვიგეცით. გუნდში ითამაშეს აი ამ ტურნირს, რომელიც ოქრომდელების გაიმართება, 3-4 ბიჭმა ითამაშეს უკვე. ანუ ითამაშეს 18-19 წლის ბიჭებმა. მე შემიძლია სახელები და გვარებიც გითხრათ, მაგრამ აი ეს არის ეს მე ამ თამაშის მერე სიმართლე გითხრათ, რა თქმა უნდა წაგება არავის არ უხარია, მაგრამ ისე იმედიანად უყურებ მომავალს, რომ ფიქრობ, რომ ჩვენ აი ნამდვილად უახლოეს 10 წელიწადში შეიძლება ერთ დეკადის მერე 20 წელიწადში ნამდვილად საბრძოლიანად და სამუდამოდ დავიმკვიდრებთ ათეულში ადგილს. ბანდრობა ჩვენ არ შეიძლება არ აღინიშნოს უბრალოდ ესე გულისტკივილი და ჩვენ ესენი მოყვება ოდიდგანვე ხა მე რას თავი და მახსოვს და რას გადმოცემით ვიცი რომ ეს ეგრეთ წოდებული ეს მაბადეთ და ურა მაქსიმალიზმია ქართული მაქსიმალიზმი ესე იგი თან თხოვენ ესე იგი ჰეიქს რომ რატომ არ აკეთებ როტაციას ვიხარ რა თქმა უნდა ჰეიქს ამათი თხოვნა ხა ჰეიგი ისედაც იწყებ როტაციას შემოადგენლობით იწყებ ახალბად მოთამაშეების იწყებ რაღაც თაობად დაცვლის და პარალელურად ითხოვენ ზელანდიის შედეგს ხა ძალიან დიდი ბოდიში ხა აბატე ხა ბაბას და ჩიჩიას ერთად აღებული და ის რომ 5 წლის განმავლობაში თამაში ამათ ზურბას მეგობრებო ხა ბატონო ბაჩო მაგნიში ხა ვის სიამოვნებს და ვის უხარია მაგრამ ის რაღაცა თითქოს ანტისარაგბო რაღაცა ეს ნიჰილისტური ეს რაღაცა გენეტიკურად გვაქვს იცი ესე იგი 100 თამაში რომ მოიგო და ის ერთი წააგო იმაზე იწყება რაღაცა მე ცით რა არის მე რაღაცას არა ჩვენ შეგვეძლო ამის მოგება უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამბობ თქვენ რა ბრძანეთ თუ ეს ბიჭები არ იქნებოდა საქმეში გამოსტილი მაშინ მივიდეთ ისე რომ რაღაცა ჭალებში აგები ჩამოვაბეროთ ნაკრები მივიყვანოთ ამოვწუროთ ამათი პოტენცია ბოლომდე და მე ეს პატარა ბიჭები რომელსაც არ იქნე ჩვენ რომ ამის ფუფუნება გვაქვს ეს უკვე ძალიან მაგარია რომ ვათამაშოთ 18 წლის ბიჭები რუმინეთთან ეს არის ფუფუნება გადამწყვეტ შემოძრაში ბულგარეთში რომელიც მოვიპოვეთ ჩვენი თამაში და ხარეს ასე რომ ვერ ხედავ ტრაგედიას არანაირი ტრაგედია მე უბრალოდ გულს მიკლავს ის რომ არ შეიძლება რა ეს რა მაბადეთ რა არ მინდა ეს სიტყვა ეხმარო მაგრამ მაინც ეხა ეს არ შეიძლება ესე უმადური ვიყოთ რა ყველაფერს უნდა რეალური ანალიზი და დანახვა რა რეალურად ყველაფერს გაანალიზება რა ეხა მე ნამდვილად ეს კაცი გადაყოლილია ჩვენზე ეხა მილტონი და ეხა
ახალზელანდიელი სპეციალისტის მიმართ კარგი სმენს რა სიტყვი ადამიანი ეხა არა ჯანსაღი კრიტიკა ჩვეულებრივ ჩვენც რო კრიტიკა ჩვენ მაგათად ვეუნებით რომ აი რა ხარისხი თუ რაგბის კავშირი პირველი ჩვენ ვართ ის ხალხი ვინც ამას მონიტორინგს უწევს ვეუბნებით რომ აი არ მოგვეწონა ხარისხი აბა თუ შეიძლება მოხსენება გაგვიკეთე რატო იყო ეს თამაში რატო შედგა ეს ცუდი რატო იყო კარგი რატო იყო რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვაკეთებთ გარკვეულწილად მე გულშემატკივრის მე იმდენად ყველასი გახდა რაგბი იმდენად ყველასი გახდა აი დაახლოებით იმას მაგონებს რომ იმ ზელანდიაში ჩვენ რო ვიყავთ სოფლიო ჩემპიონატზე ხო აი ყველას რიგით ადამიანები იქ იყო სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ყველა იყო პროფესორი რაგბის დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია როგორც ვიცი ბრაზილიაში ფეხბურთის მიმართ ხო და გარკვეულწილად კარგიც არის რომ იმდენად ხალხის გახდა ეს სპორტი რომ ყველა უკვე მიდის ჯაბაასი და ძალიან კრიტიკაც მიდის და ყველგან არჩევენ რომ აი ყველა მარცხი მტკივნეულად ღებულობს გულშემატკივარ ეთქობა ეს მოთამაშეებმაც გაანებივრეს თავეთი გამარჯვებებით რა გარდა ამისა ბატონო არ შეიძლება აი უბრალოდ გულისხმიერებით არ აღნიშნო რომ ვიღაცებისგან განსხვავებით და უნდა ხო ეხა კეისარს კეისრისაო ზურბასო მეგობრებო რაგბის კავშირი დღევანდელი რაგბის კავშირი არის აბსოლუტურად აი კარგ გახსნილი საზოგადოებასთან მაქსიმალურად ინტეგრირებული კონკრეტულ მაგალითს გეტყვით აი ზეგ დამდეგ ოთხშაბათს რაგბის კავშირის თავკაცი ბატონი გოჩა სვანიძე მართავს საზოგადოებასთან კომაკთან შეხვედრას ეს არის აბსოლუტურად და ნებისმიერ თქვენთაგან შეგიძლიათ მობრძანდეთ 7-ის ნახევარზე თან დროს ბატონო გოჩამ საგანგებოდ აღნიშნა და შეარჩია რომ სამსახურიდან ვინმე არ მოწყდეს პრობლემები არ შეექმნას რომ მე რეგული არ დასდეს და ვერ დავისწრებდო საუკეთესო ადგილი აგერ დიდუბეში გამოფენის ტერიტორიაზე ერთ პავილიონში შეგიძლიათ მობრძანდეთ და ითო საკმაოდ დიდი დარბაზია და ყველა თქვენთვის საინტერესო კითხვაზე მე ხარ რატო ვამბობ ამას რომ ეხა მეტი რა შეიძლება გაკეთდეს ხო არავინ კარს მიღმა და უკან არჩება ხო ბატონო რა ვიცი ეხა ვიქონიოთ იმედი არა აშლაგზეს არა მაგიცით უბრალოდ მე ერთი მინდა თქვენი ნებართვით გავაჟღერო რომ აი ჩვენ ქართული სტუმართმოყვარეობა რაშიც ხო მართლა ბადალი აყვავდა სოფლიოში არ სამჯერად შეგვეშლება და აი იმაზე მე თბილ დახვედრას მოუწყობს. აი საზოგადოების შართულობას ვამბობ თვითონ. აი ეს დამოკიდებულება რაღაც ამას ველი ხო აშკარად. ზუსტად ჩვენ უნდა არაფერი განსაკუთრებულის კეთება ქართველებს არ გვჭირდება. ჩვენ რაც გამოგვდის კარგად გვეხერხება ეს მასპინძლობა ის უნდა გავაკეთოთ და ეჭვი არ მეპარება რომ ეს იქნება ყველაზე სამახსოვრო ტურნირი ამ ბიჭებისთვის, ამ ინგლისელებისთვის, ირლანდიელებისთვის, იტალიელ ვინც ჩამოდიან ყველასთვის. მათთვის იქნება ყველაზე სამახსოვრო ტურნირი თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გამორჩეული, ჩვენ ვიცით გამორჩეულას ტურნირის მიღება და გამორჩეული ქვეყანა გვაქვს და ვფიქრობ რომ ძალიან მაგარ დროს გაატარებენ. ეხლა ზოგი მოიგებს, ზოგი წააგებს, მაგრამ არა ხო ეხლა სპორტულ პრინციპებზე სამახსოვრო ძალიან ბევრი დარჩება ვფიქრობ. დაი ბატონო ის რაც თქვენ ამდენი წელია ხო უკვე და უშუალოდ აი თქვენი წმინდა პროფესიული ფუნქცია სწორედ საგარეო ურთიერთობების საკითხთან დაკავშირებით რომ სწორედ ეს უნდა გახდეს ჩვენი ახალი სავიზიტო ბარათი ნუ შევეშოთ ხმადაღებულ 6 ერთს მაგრამ როცა უკვე დაანონსდა მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელობის მიერ 2020 წლიდან 12 წლიანი ციკლი გაიწერა რომ უკვე სხვაობა უნდა სხვაობა რამხრივ უნდა დაიწყოს ინტეგრირება უკაცრავად პირველ და მეორე დონის მსოფლიო ნაკრებ გუნდებს შორის ანუ სადაც გაცილებით უფრო მეტი სერიოზული სპარინგ პარტნიორი გვეყოლება ანუ ტესტი გვექნება მეტი გაცილებით ხო აი ამ საქმეშიც მე მგონი ეს იქნება სერიოზული სავიზიტო ბარათი ხო რა თქმა უნდა აქ ეს გუნდი ეს არის ნაკრების მერე მთავარი გუნდები ჩამოდიან ანუ 20 წლამდელების გუნდი ყველა ქვეყნისთვის არის იცი რა ზოგადად სოფლიო რაგბის წესს უნდა დეკლარირება გაუკეთო შენი შემდეგი ნაკრები ვინ არის ჩვენც გვაქვს ეს საქართველოს ნაკრებს გაკეთებდა ჩვენი შემდეგი ნაკრები არის 20 წლამდელები ამას სხვადასხვა დატვირთვა აქვს ის რომ სხვა მარ წაიყვანოს ნატურალიზება არ მოახდინოს მოთამაშეს ასე შემდეგ მაგრამ ეს არის შემდეგი მთავარი ნაკრებები ჩამოსული მათი ეს ბიჭები ითამაშებენ იმ ნაკრებებში რომლებიც 2020 წლიდან როგორც დაანონსა სოფლიო რაგბი ჩვენთან ჩამოვიდნენ ეს ბიჭები იქნებიან იმ გუნდებში და უკვე ჩვენი ბიჭებიც ისინი იქნებიან ვინც ამათ ეთამაშებენ შესაბამისად უდიდესი გამოცდილება იქნება მათთვისაც რა და ვფიქრობ რომ ძალიან მაგარ ტურნირს ვითამაშებთ და რა ვიცი წარმატება მინდა უსურო ჩვენ გუნდს და დიდი მადლობა ამის მეტად გვეიმედება თან უკვე გუნდი დღეიდან გადავიდა დასკვნით უკვე სასმელ მესამე რიგით მესამე დასკვნით შეკრებაზე ამაზე ზურბაზო მეგობრები ბუნებრივი ეროვნული ნაკრების თემას ეხა უკაცრავად ნუ ეროვნულს გატოლებულია მოდი ასე ვთქვათ ხო სლამდელთან ნაკრები და არ იქნება გადაჭრილი
გაჭარბებული, ჩვენ არაერთის დაუბრუნდებით, მე კი ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმარს აი წავართვი რა მისთვის ძალზე ძვირფასი დრო წუთები მინდა მადლობა გადავხადო არ შეიძლება არ აღნიშნო არა მარტო სარაგბო სამყარო საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს და მე მინდა მაინც არ უდგინო ბაჩო ხურციძე საზოგადოებას ბაჩო ხურციძე გახლავთ აი ლეგენდარული აი ქართველი დიდი სპორტის მოამაგეს და საზოგადო მოღვაწის ცხონებული ბეჟან ხურციძის ვაჟი და აი გვარის და ტრადიციის გაგრძელება ჩვენში რას ნიშნავს რატო გაქვს ისეთ მადლობა ჩვენ ამას ხაზი პირიქით მადლობა თქვენ რომ აი ესეთი დიდებული და ისეთი წარმომადგენლობითი და არ შეიძლება რომ თქვენი ხელმძღვანელობით აი ეს ყველაფერი ასე ლამაზად არ იქნას ჩვენთან ჩატარებული ამის ძალიან გვეიმედება მე კი წარმატება მინდა გისურვოთ დიდი მადლობა მოწვევით მადლობა წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს. სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად.